დავიწყოთ დღე მარიკოს მაკარონით, ჩემი ყავით და საოცარი ამინდით. რა უცნაური დღეა, ყველაფერი ერთად მჭირს, ბედნიერებაც, მოწყენილობაც, ყველაფერი. სხვა ენერგიაც, უენერგიობაც, საოცარი იმედები, თან უიმედობა. არ ვიცი. ხანახან ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე რა მინდა, რა მაკლია, ის რაც რაღაცაში მიშლის ხელს. არ ვიცი. თითქოს არაფერი არ აკლია ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ხანდახან მაქვს ხოლმე დღეები, რაღაცნაირი დღეები, რომელიც მარტო მე ვიცი და ამის ახსნა ფაქტობრივად გამორიცხულია, ვერ ამიგებს რა მინდა. იმიტომ რომ მეც არ ვიცი ზუსტად რა მინდა, მაგრამ რაღაც რომ აკლია ჩემს ცხოვრებას ვიცი. ან იქნებ რაღაც სხვა საქმე, რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი, რას უზავს ჩემს ცხოვრებას, მაგრამ უფრო მეტი ენერგიით აავსებს. არ ვიცი. ეს გახლავთ. ჩემი კოსმეტიკა თუ თავის თუ ტანის თუ მოკლედ მოვლის საშუალებები ყველაფერი. რა თქმა უნდა, აქ აქსესუარები არ არის, ხო და აი ამაში ახლა რაც მოიტანა კურიერმა, უნდა ჩავტიო ნახევარი მაინც აქ რაც არის. ოღონდ არ ვიცი ეს როგორ უნდა მოვახერხო. მოდი დავიწყოთ. ყოველთვის მქონდა ის შეგრძნება, რომ უფრო მეტი შემეძლო, უფრო მეტი, იმაზე მეტი ვიდრე ახლა ვარ და ყოველთვის მაძლევდნენ ჩემი ადამიანები ამის იმედს, ენერგიას, მაგრამ მგონია რომ მე თვითონ დავაკელი ჩემს ცხოვრებას რაღაც, ჩემს საქმეს დავაკელი, ჩემს პროფესიას დავაკელი. ვფიქრობ რომ ბევრად მეტი შემეძლო ახლა, რომ მქონოდა მიღწეული ვიდრე მივაღწიე და რა არის ის რაც წინ ვერ მიშვებს სიმორცხვე, არ ვიცი რა, მაგრამ ყოველთვის უნდა აკეთო ის რაც გიყვარს. ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ რაც მიყვარს იმას ვაკეთებ და გვერდით მიდგანან ადამიანები, ვინც უპირობოდ იცხადებენ გვერდში დგომას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ადამიანებს გაყვეთ. მნიშვნელოვანია, ძალიან მადლიერი და ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრის. მაგრამ მე მეტი შემიძლია. ზუსტად არ ვიცი რა მიმართულებით. იქნებ ვიცი გულის სიღრმეში, მაგრამ საკუთარ თავთანაც რაღაც ვერ ვბედავ. ამის თქواس მგონია რომ ძალიან ბევრი მინდა. მოკლედ რაღაც არეული დღე ალბათ მეტყობა. არ ვიცი. ხო, ეს დამატენიანებლები ძალიან კარგია. გამიმართლა. შვენიერი. სახე მზად გვაქვს. მოდი მაქვს რომ კატასტროფა არ არის რამე, აი ასეთია. სხვათა შორის ამ კონკრეტული საჩუქრის ფული ჩამერიცხა ჩემმა გამომწერმა და ახლაც უდიდესი და უღრმესი მადლობა. უბრალოდ მითხრა რომ მე არ მსურსო რომ ჩემი სახელი თქვაო ხო და მაგრამ უდიდესი მადლობა, უდიდესი. მოკლედ ეჭვი მაქვს მე ვერაფერს შევალაგე და ჩემ ხორს უნდა დაველოდო, იმიტომ რომ მე ამის აწყობის თავი კი არა და უნარი არ გამაჩნია. სიმართლე გითხრათ არ მეგონა ეს რაღაცა შურუპები თუ მოყვებოდა თუ რაღაც, ანუ აქ რა გავიგო გეხვეწდებით, ეხლა ხო არ მეღადავებიან. მიშველეთ. აი მე რა გავქნა. ახლა ვარ ცოტო. ერთი წუთით ახლა გოგოებო. აი ეს რა არის ასე არა ვარ. და საერთოდ რა ხდება.
საერთოდ რა ხვდება. ეს რა არის გაბზარულია? ხო. გაბზარული ვით არის ნახეთ. აი, ეს გავიგეთ. ძირია ყველა ვარიანტში. No. ეს ხო არიცით რა. ეს როგორც მეთქი შუაშია ჩასარჭობი ხა იმას უყურებ თან მოიცად გოგოებო დაახლოებით რომ აქ არა მიშველეთ ახლა ვარ ცოტო არა ყობას გარეთ მგონი ვერა ვარ ეგრე გამოდის ვინმე მომიხსენით ეს სად უნდა შევჩავარჭო ახლა ვარ მართლაც ცოტა ხალხო სადაც ჭობა გაფიცებთ ანუ ცოტა ვერ მივხვდი აი ეს გავიგე აი ეს აქ ხო არ უნდა სადმე ერთი წუთით აბა ნახოთ ასე ხო არ უნდა არა ასე არა ასე არა აბა როგორ რეალურად ამიტომ ეზიზღება ეს ონლაინ რაღაცები და ჩემი აზრით ალბათ ბოლოა რაც გამოვიწერე ონლაინ. ცუდი არ არის რაღაცებს დავტევ, თუმცა ანუ რაც იყო ფოტოზე ის არ არის. ანუ ეგ მაღიზიანებს ხოლმე თორე ანუ ცუდი არ არის. მაგრამ უბრალოდ რაც ფოტოზე იყო ის სად არის. მაგრამ ეს საერთოდ ვერ გავიგეთ სად უნდა დამაგდეს რგოლებია თუ ვინმე მიხვდებით აი უდიდესი ბედნიერებით აღვიჭურვები საერთოდ არ ვიცი სადმე უნდა გავუყაროთ თუ ვიცოდე გეფიცები ანუ საერთოდ ვერ ვხვდები სად შეიძლება გავუყარო არ ვიცი ტრიალის ტესტმა გაიარა აი მოდი დავიწყოთ ჩალაკება კარგი ხომ დავალაგოთ სუნამოები თუმცა ეს არ დამეტევა რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცნაირად ცოტა აი რასაც სულ ვიყენებ ის მაინც რომ დავტიო ეგეც ძალიან კარგია ეს შემიძლია მე მოხსნა და გადავაადგილო მაგრამ ამ ეტაპზე მოდი იყოს ჯერ არ ვიცი სადრას წავიღებ მოდი ჩავალაგოთ რა მინდა აი თვალის სირგული რაღაცები დავალაგოთ აი აქ მაღლა თუმცა მაღლა ადგილი არის და სულ ტყუილად მაგრამ ეს რამდენად გაუძლებს სუნამო რო დავდო არ გატყდეს არ დავიღუპო სადაკაც ჩემი სუნამო მოდი ამას მგონი ჯობია რომ აქ არ დაეტევა და დაბლა დავდოთ სუნამოების ტერიტორიაზე დავდოთ ეს ყველაფერი და გვერდით მოვუდოთ მოიცეთ ერთი წუთი ანუ მე მგონი მეშველა იმიტომ რომ გავიგე სად რა დავალაგო უბრალოდ მაინც ვერ გავიგე ის რგოლები რისია და ველოდები რომ მომწერონ შემოატრიალოთ რომ სწორად იყოს აი ეს ჯობია ხო, ანუ იმას ვამბობდი, რომ არ ვიცი ეგ რგოლები რისია, რეალურად ძალიან მომწონს, უბრალოდ ოდნავ სხვანაირია, ვიდრე ვიდეო ფოტოში ვნახე, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი რამე ეტევა ერთ სივრცეში, ეგ მომეწონა რა. მოდი ესეც ბარემ გავხსნათ, იმიტომ რომ ამისი ადგილი არ არსებობს, რომ ეხლა მე მქონდეს კიდევ. დაბლა აი ესეთები ვერაფრით ვერ დავალაგე, ამიტომ არა და ჯობდა უბრალოდ დიდებს. აი ესეთებს აქ ვერ დავდებ, იმიტომ რომ არ ჩაეტევა. ამიტომ გადავწყვიტე რომ უბრალოდ აი აქ ჩავყარო, ამაში, ამ მონაკვეთებში. ყოველ შემთხვევაში ზედა მხარე ვიცი რომ ამისია თუ იმისია, უბრალოდ ესე არ მომწონდა, მაგრამ სხვანაირადაც რო ცადო, აი თითქოს არც ესე არ მომწონს, ვარდება. ამიტომ ყველაზე კარგი უფრო ეს ტერიტორია.
დავალაგებ გაჩვენებთ. რაც შეეხება დეოდორანტებს, დეზოდორანტებს და მსგავს რაღაცებს, რომელიც ძალიან ბევრია და სავსეები, თქვენ იცით რომ ძალიან ხშირად ვიცვლიდი და ძალიან ბევრნაირი მომისინჯავს, ამიტომ ძალიან ბევრი მაქვს სახლში, თუმცა ჩემი მეუღლე ხმარობს და ზოგი არც გამოუყენებია, მაგრამ გვაქვს და მოდი იყოს. თუ ვინმე მოდის და უნდა ხოლმე ვჩუქნით, იმიტომ რომ ახლებია, თუ არა და ჩემი მეუღლე გამოიყენებს. ხო და ეს რექსონები და კიდევ რა ვიცი რაღაცები წავაბრძანე აი იქ გაყოფილებაში. ასევე ჩემი ტანის მოვლის საშუალებები წაბრძანდება აი იქ თაროებზე, რაც ჩვენ გაკეთებული გვაქვს. კიდევ კაი იქ მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ. სანამ აბაზანა გაკეთდება, აბაზანა რო გაკეთდება, აი ტანის რაღაცეები აუცილებლად შეცუქცუქდება აბაზანაში და მანამდე დავიტანჯოთ თავები და დავილაგოთ. რა თქმა უნდა, ცარიელები გადავყაროთ. ეს არის ის, რამაც მიხსნა, სრულ ამ სიტყვის მნიშვნელობით მიხსნა. ასე რომ, სულ რო გაინტერესებთ ხოლმე აგერ. ეს არის დაახლოებით 45-დან 57 ლარამდე ღირს მეგონი სხვადასხვა რამდენიმე დღიანი, იმიანი, ამიანი და რაღაცებში განსხვავება. ფასდაკლება დღეს მინდოდა კიდევ მეყიდა, მაგრამ აღარ გქონდათ და კაი მე ვიყიდი. ეს კონკრეტული ტურცაცხები წავა დედასთან, იმიტომ რომ ესეთი ფერები ვფიქრობ, რომ აღარ მინდა, იმიტომ რომ უფრო ყვითელ ფერებზე გადავედი, ამიტომ დედას როგორც იქნა დავლაგდი და მივწკრიალდი. აი ეს გახლავთ ჩემი კუთხე, რომელიც არ ვიცი დამეთანხმებით, რომ შედარებით მილაგებულია, თუმცა გთხოვთ რომ მირჩიოთ აი ამ საყურების და რაღაცების ორგანიზერები როგორ შეიძლება რომ შევიძინო. ეხლა ამას კი აქვს დასაფარებელი, მაგრამ სადღაც გადამივარდა და ხა აზრი არ აქვს, რა მოვიღებ. თუმცა ანუ არ მომწონს ეს რაღაცა დალუქულ სივრცეში, მინდა რომ მქონდეს მოთავსებული და ცალ-ცალკე დაკიდებული, ამიტომ მივიღებ რჩევებს საყურეებთან, აი აქ ამ ზონაში რაც არის დაკავშირებით რჩევებს. ამას რაც შეეხება ეს დედონას ქუდებია, რომელიც ხოთაშორის ტელეფონის შტატივზე მაქვს დალაგებული და იდეალური აღმოჩნდა ეს ჩემი ტელეფონის შტატივი, ოღონდ ქუდებისათვის და არა ტელეფონისათვის. რაც შეეხება ამ კუსკუსებს, ვფიქრობ, რომ გადასარევად დაეტია ყველაფერი ის, რაც მინდოდა ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცნაირად ერთად-ერთ სივრცეში მქონოდა. ნახეთ, საკმაოდ ტევადია, უბრალოდ ზუსტად ისეთი არ არის, მაგრამ არ არის ეს ნამდვილად ცუდი და ვერ ვიტყვი ვერანაირად ცუდს. არ არის ცუდი, ბევრი რამ როგორც ხედავთ შელაგდა, შევალაგე და მოვუწყრიალეთ. ხო და აი ასე რაღაცა ძალიან ხوار გიტყავთ განათება ხალხო. ხო, აი მოკლედ ეს არის საბოლოო ვერსია, ხა აქ უნდა დაიდო შტატივები, მაგისათვის ადგილი, ხოლო აი რაც შეეხება ამ ზონას, ეს მინდა რომ მიუხედავად იმისა, ეს მომწონს, ორი განყოფილება აქვს და ამას თავისი ხუფიც აქვს. აი არეულად ყრია მაინც რა, რაღაცა ცალ-ცალკე მინდა რომ ან დასაკიდებელი იყოს, ან არ ვიცი რა მივიღებ მოკლედ რჩევებს. ამას რაც შეეხება ეს ხა ესეთი რაღაცები, რომ ამას ვერსად ვერ წავიღებ, სადაც უნდა იყოს იქარი. ეს რაღაცა ნამეტანი დიდია, მაგრამ გამოვცვლი მე ჯერჯერობით მაქვს. რაც შეეხება მაღლა რა ხდება, ვნახოთ. აი ამას რასაც ხედავთ ხალხო აქედან, აქამდე, აი ეს 5 თუ 6-ის უნდა მოგახლავთ ჩემი მეუღლის, ხოლო ეს ბებიზეთი და აქეთ 2 ტანის რა თქმა უნდა, ეგენი უკვე ჩემია. ეს კუთხე ფაქტორია. მივითვისე მე და საწამეღო ყელსაბამები და გადავწყვიტე რომ ეს სივრცე, აი ეს მონაკვეთი ხო გამომეყენებინა ამისათვის, გვერდით საათები დავკიდეთ და რაც შეეხება მაღლა ადგილს, აქ არის სათვალეები და დეოდორანტები. ასე რომ აი ესე გამოიყურება მოკლედ ჩემი კუთხე. ამაზე მეტად ვეღარაფერი ვეღარსად შელაგდება, არ მაქვს სამწუხაროდ იმ ხალხს სივრცე,
როგორც მინდა რომ წავიღო ეს რაღაცეები. თუმცა რომ ვუყურებ ძალიან მომწონს. ხანდახან არეულობაშიც შეგიძლია რომ რაღაცა დაალაგებული დაინახო. ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაფერს თავისი ადგილი მოვუჩინე და ნუ რა ვიცი აბა. ქუდების წაღებას არ სადაროპირებ არც ახლა არც მერე. აი ერთ-ერთი აი ეს მაწუხებს საყურების ის და ველოდები თქვენგან რჩევებს რაც შეიძლება რომ წავიღო ასე ვთქვათ და რა შეიძლება რომ შევიძინო. არ ვიცი. მადლობა ჩემს გამომწერს იდეალურად გამოვიყენებ, იმიტომ რომ აი ყველაფერი რაც მინდა ერთ სივრცეში დავილაგე და ძებნას არ დაუწყე. ასე რომ იდეალურ. გამარჯობა. როგორ ახარ? რაო როგორ ვართო? კარგადო. მე კარგად. თან მიირთვი ჩემო სიცოცხლე თუ გიყვარდა გთხოვ რა. დედიკო, მარიკო, გეხვეწებიდე. გინდა მაწონიდე? კარგი. დედიკო, ამაწონს რა ხატია დე უთხარი ერთი? დროხა. ჩემი დროხა როგორ ვიყვარს? და შევახრაბუდო. საყვარელო. გემრიელია მაწონიდე? გომგოთ. ლუბაბებო უნდა მოიყვანოს დედიკონდე? საფიფარისუში მინდა. რა გინდე? საფიფარისუში. გამარჯობა. მე ვარ მარიკა, მარიამი ფაქაგფური. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დედა ბეჭდებია ჩვენე გთხოვ. ვაიმე როგორ მომწონხარ. მაჩვენე დედიკო. ვაიმე როგორი დახვეწილი ბეჭდები გაქვს და ისინი დედიკო. კაპებია. ესენი ხო უნდა აჩვენო და აგინახებია. დედიკო, თან მაწონე მოვირთვათ, კარგი, ჩემო სიცოცხლე. რატო იჭღანებიდე? საყვარელო, მედი ჩემო სიცოცხლე გთხოვ. დედიკო, შენ მოვყე და ჭიტელი. რაბერი და ჭიტელი. დედიკო, რა მოვყევი, იცი? დედიკოს ჩანთარო დარჩა ბაღში. დედიკო, მიდი მირთვი. მოვყევი და ერთი ჩანთა როგორ დარჩა? ჩანთა დარჩა დედიკოს ბაღში და ასმათი თქვა რომ ხვალ წამავიღეო. რაიმე როგორ დამჩა ხალხო გონზია რო არ უბრალოდ ძალიან ბევრი მშობელი შემოვიდა და იცი დავირია მისალმებაში რომ მარიკოს ჩანთა დააგვრჩა ბაღში ხო და მასმათი თქვა რომ ხვალ წამავიღეო. და რომ მოვედით სახლში ჩემი შვილი მეუბნება რომ დედა ჩანთა სადგაქო. მეტა თავიდანვე ეკითხა არ დაგვრჩესო ან რამე როგორც იცი. აღარ გინდა? კარგი. მეტა თავიდანვე ეთქვა ხალხო, ხო არ დაგვრჩებოდა, მაგრამ აბა რა გითხრათ. შენ ხო გერაპარაკე სანიშე. რა საქმე გაქვს? გუშინ ხო გერაპარაკე ისეთი რამეები. სანიშე. და კიდევ სანიშე კიდევ ნენაზე ვერაპარაკე. კიდევ აქეთ გადმოვწრიადი და ვერაპარაკე თავი გავიტეხეო. მადლობა ვიძახი მაგაზე ვიძახი. აი ჩემი ბეჭდი გერგუში როუტამე ეგ არის. ჩემი რაღაცები უნდა გამოიცნოთ. რაც კაპებია ის დააკვირდით და მიხვდით.
რაც არის ის დავყურდით და მიხვდით. დელა გოგო. დედიკო, შენ მოუყევი? აი ზეიმზე როგორი იყო ზეიმი? მოგეწონა? აგი დროხო. ზეიმის კაბა აქ არის. ვაიმე, ძალიან მომეწონა რომ კარგი იყო. ზეიმი ძალიან კარგია. მე ხოდი წეყან მოგიყევით და ლამასი კაბა მანციავო. ჩემო ციცოცხლე. გუგუ. კარგი იყო, ესე იგი ძალიან მოგეწონა ზეიმი? რა გააკეთე ზეიმზე ერთი მოყევი რა? კარგი დრო გავაკეთე, მაგაში. კარგი დრო გავატარებდი. არ სითხე არ წამიყვანა ბაღში. დასვენება მქონდა. მე ხო წერა მოგიყევით რომ დამსვენება მქონდა. გუშინ სანისე გერაპარაკეთ. არ გერაპარაკეთ სანისე. დედა ვიდეოებს რო იღებს, რა ქვია დედი მაგას? დოდონა. დოდონა, გიყვარს დოდონა საყვარელო? კი რო ვრეკავთ ხოლმე. ოდიო. რაც კიდე ავტობუსიო, ესე უთხარი. შუშანას ეუბნება ხოლმე? შუშანას ხო? მაგეთ უარა. ესე იგი ეს ეზასია ხო ეკეთა? ბეჭედია. ხო ეკეთა გერგოს. აი ეზა. მე ყავს ეზა და გერგო. ძალიან ყავს. დაბადების დღეზე მინდა მიყიდოს. კიდე გიყიდით დე. ხო. ჯერჯერ უნდა გათვენოთ ეს. რაც ჩაის. ჯიმერახათა. ვინ მოგიტანა ეგ? ჯაკო. რაებია ეგენ? შენ კიკინები აი, რამდენია? Unboxing-ს აკეთებდე? რა? განყუთვას აკეთებ? ხო გაკუთვნას. რას აკეთებ? ჩამოწე, რას აკეთებდე? განყუთვას? ხო. ამოალაგი, აბა რა ფერები გიდევს მანდერთი? რა ფერებიც არის ის დაათვალეთ. აბა რა ფერებია? რამე რა ფერებიც ხელებია. კიკინები. რა მოდის კიდე. აღარ არის საყვარელო. ერთი ცალი ყოფილა. ხო. ორი ყოფილა შავი, ვერ დაინახა დედიკო. აჩვენე შენ ფერები. წითელი, შავი, ლულუჯი, თეთრი, იასამნისფერი, საპონისფერი. რის ფერი დედი? საპონისფერი? დაიმე, მოდი გაკოცოთ, არა, გოგი დედი. დედა სიცოცხლე. ჩემზე კარგად რო არჩევს ფერებს, ალბათ თქვენს ხედავთ და თქვენს დაინახეთ. შენ კაპები მაქვს. ეს კაპუჭი და შენ ხო იცი. აი ეს აღარ იკეთება. მომეც გადავაგდო და ეგ უკვე ნაგავია ჩემს სიცოცხლე. არა გოგო, კაპია. აღარ კეთდება დე, გაფუჭდა, გადავაგდოთ არ გინდა? ხო, მინდა. ნაგავია საყვარელო, გადავაგდო. და კაპია და ხო გაფუჭებულა. აი, ნახე აქ. აღარ კეთდება, მოდი გადავაგდოთ ყვილად კიდევს დე. ყვილად მინდეს, გადავაგდე. ყვილად მინდეს. აი ეს გატახლები არ არის. მარიკოს ჭიქა გაჩვენეთ თუ არა არ ვიცი და მოდი თავიდან გაჩვენებთ რა. გიჟდები ხალხო.
ვაიმე წყალი დაბეჭ. მოიცა გადმოგიწევდა. ვრახუნე. შემთხვევაში ჩანჩე რა მოგიხევით? ეხლა ხომ მოგიხევით? ეხლა შემეჭია. სადიგი რა ყვალი ამავიღო ჩანთა? რა ჩანთა? ხვალ დედიკო. გერიგოში. კი, ხო, მივდივართ ბაღში საყვარელო და ვნახავთ იქ. ნახავთ. აი, აქ უნდა გავიკეთო ტყილად მინდა შეკჭკაპი. აღარ გქდება. ტყილად მინდა. აქ ერთ კიკინა მაქვს. ტყილად მინდა შეკჭკაპი. ასაკდებია. ყველა გადახილა. რაც გაწყდა გადავაგდოთ და კარგი ჩამოვაგდოთ. ეს გათხდა ეს გადააგდე. ნაგავი არ გვინდა გადავყაროთ ნაგავი. ნაგავი არ მინდა გადავყაროთ ნაგავი. ხარას რაებს ვიკეთებ. იყოს მე ავიღოთ და იყოს. მე თუ ამის ძალით სიცილი არ შეძლია. ეს წერა არის? დედო, ესეც ტყილად მინდეს. კარგი დედი. მიცადე ავალაგო საყვარელო. ტყილად მინდეს. ტყუილად გიდევს? ესეც გასაგდებია, გოგო. არა, საყვარელო გადასაგდები არ არის, შენ ხომ თამაშობ ხოლმე. ამითი? კი. ეს ათამაშო კი არ არის, გოგო. აბა რა არის? რაღაცა. ამიშიშა. აი, დედი, თუ არ გინდა გადავაგდოთ შვილო. არა, ჭებუა გოგო რა გასაგდები. ხო და მეც მაგას გეუბნები რომ არ არის გადასაგდები. ხო, გასაგდები. მეც მაგას გეუბნები. ნახე რა ერთი ვიკეთებ, ეს ვიკეთებ. ჩემონამოსო. ეს აჩვენე და ტელეფონი? ტელეფონი. აჩვენე? არა. აჩვენე საყვარელო. აი ტელეფონი. კიდე თავთო. შუშანას დაურეკე დედა ერთი თუ გიყვარდე რა. ხო, სუსანა. ხომოდი, აკაბუში რა გინდა? აი რაო დედა? მოვდივარო. მოვდივარო. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ჩვენი შუშანა მოდის ესე იგი. ჩვენი სუსანა მოდის ესე იგი. ესე იგი. აი აკას ფულად კაპი. მარიკო, რამე ლექსი შეგიძლია მოყვე და? კი. შენ რო იცი ხოლმე კარგი ლექსები. რამე დედიკო, შენ თუ გინდა? რამე? ხო. იწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია. ყველა ველი სათვალებს რამდენი სიხარულია. ყველაფერი მწყინავდეს გონია, ასართულია, ისახატეს ანაზებს ოჯახის სიყვარულია. ყოჩახდე, შენ ჩვენი რა ხარ საყვარელო? სიყვარული. ოჯახის სიყვარული ხარ? ხო. რა თქმა უნდა. მოდი, ხარ, სუსანა. რა უშუშანა? აბა რა შალოდები, სუსანა. ვერ მოვდივარო შუშანა? ვერა. რატო? ვეგასტრომას
ვერ მიუსწრო მარშრუტი. შუშანა. ვერ მოდის შუშანა. ხო, არა უშავს დედიკო. გარავს ხვალე გასწრებს ავტობუსი კიდევ და ხვალ დავერაპარაკები. ხო, შუშანა, ვერც ვერ მოდიხარ. რა ორით ვერ მოვდივარო დედა. არაფრით. არაფრითო? არა, შემთხვევით აი. ეს ხოიჩი. უნდა ჩადო რამე. ან ფანქრები უნდა ჩადო. ან ფანქრები უნდა ჩადო და ასე იწყება და მერე უნდა დახურო. სიმხოიჩით ესეთი რამები იყიდება. აი ეს რამები. აი ესეთი. იყიდება დედიკო, როგორ არ იყიდება? იყიდება? ბავშვების კი არ არის. როგორ არ არის დე? ბავშვების არის როგორ იქნა? ეს ხოიჩი რანაირად უნდა დაწკებინოთ აი ესე. შუშანა, ვერ მიასწრე მასკას. შუშანა. ვერ მიასწრო შუშანამ და ვერა გოგო, ვერა. შუშანა. როგორ ვერაფერს ვერ ახერხებ დედა იქ შენი შუშანა, ჰა? არ ვიცი. რატო ნეტა? არ ვიცი, ვერ მოვდივარო. ვერაო? ვერ მოვდივარო. ვერ მოვდა ჩემი შუშანა. რა ვიცი დედა რა გითხრა. რა ვიცი, თქვენ რა გითხრათ ეხლა. რა გავაკეთო? ეს კაპი თუ ლამაზია. ეს კაპი თუ არაბაზია თუ ლამაზია. ლამაზია დედა ყველა არ გადააგდო დე. არა. ყველა ლამაზია არ გადააგდო. ლამაზია რა რამე სჭირს დე? არა გოგო, არა. მაგას კი არ ვიძახი. აბა რას ამბობ დედი? არაფერს გოგო. კი არ ვიძახი მაგას, კასაგდები ამეთქი. ოკეი. ჩემი მარიკო. დედას მარიკო. ამას ვერ ვიკეთებ. რა საყვარელო? ამ კიკინას. გაიკეთე, შეეცადე, შენ ხო ყველაფერს აკეთებ დე? ხო, ამას. კი, შენ ყველაფერს იკეთებ თუ გინდა დედი? ხო, თუ მინდა ერთი კიკინა, ორი კიკინა, სამი კიკინა, ოთხი კიკინა. კი ბატონო. ერთი კაბი, ორი კაბი, სამი კაბი, ოთხი კაბი. რა არის ამდენი კაბი? რაიმე ხალხო ამ სახლს დალაგება არ უწერია დედას გეფიცებით რა ყელში ამომივიდა ვალაგებ და ვერ დავალაგე ნუ აი არ ვიცი ამისთანა დაულაგებლობა რა არის არა უსავს რა იყო შენ კაი ადამიანო გადახვედრე კაი ადამიანო შვილი მომესწრე კი არა ხალხო აი რავი გადამისწრო მე მგონი Bye.